ჩვენ არ გვიკვირს კობახიძისგან არაფერი, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს კაცი ისტორიაში შევა 2024 წლის 28 ნოემბრის იმ განცხადებით, რომლითაც გამოაცხადა თვითნებურად საქართველოს საგარეო კურსის შემოტრიალება, ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერება და ამის შემდეგ დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა. სამარცხვინო ფურცლით შევა ის ისტორიაში, მაგრამ ის რაც ჩვენ დღეს გავრილოვის ღამესაც ბუნებრივია. გავრილოვის ამბავსაც მის უშუალოდ მის სახელი უკავშირდება. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს, ხო, მის სკამში ოფიციალურად მაშინ ის გახდათ პარლამენტის თავმჯდომარე ჩასვეს რუსი კომუნისტი გავრილოვი, რაღაც გაურკვეველ თითქოს მართლმადიდებლურ ფორუმში მონაწილეობისთვის მოწვეული, ჯერ კომუნიზმი და მართლმადიდებლობა რა კავშირშია ერთმანეთთან. და თან იმ დარბაზში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და გვახსოვს ირაკლი კობახიძე არაფრის დიდებით აპირებდა ამ თანამდებობის დატოვებას, მაგრამ ყველაზე მკვეთრი და სამარცხვინო ფურცელი რაც მას უკავშირდება, იყო მაინც 28 ნოემბერი, მაგრამ ახლა რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლის თავი არის აი ამ კვირაძალში, რამდენიმე დღით ადრე ირაკლი კობახიძემ ძალიან საშიში ტერმინი გამოიყენა. იმიტომ კი არა რომ გულისხმობ რუსოფობიას. გარდა იმიტომ რომ საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს ასეთი ტერმინები და არსებობს კიდეც ცალკეული ერების მიმართ ესეთი ტერმინები და ესეთი მოვლენებიც, ხო, ეხლა ქსენოფობიიდან გამომდინარე. მაგრამ თვითონ ტერმინი რუსოფობია ეს არის რუსეთის პოლიტიკურ დისკურსში გამოიყენება. ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ველიკოდერჟავული პოლიტიკის ერთ-ერთი ვერბალური ინსტრუმენტი, ხო? ეს არ არის ახალი, ეს არ არის არც პუტინის დროინდელი, მას ძალიან დიდი ისტორია აქვს, საუკუნეების ისტორია აქვს, განსაკუთრებით ის აქტუალური გახდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, რუსოფობია და რუსოფობიასთან ბრძოლის დროშით რუსული იმპერიალიზმი ღვრიდა სისხლს, იპყრობდა პატარა სახელმწიფოებს და არც თუ ისე პატარას, როგორც აღმოჩნდა და ამ პოლიტიკას მისდევს დღევანდელი პუტინის ნეონაცისტური, ფაშისტური ფედერაცია და აწარმოებს სწორედ აი ამ მოტივით, ამ ვითომ გამართლებით რუსოფობიასთან წინააღმდეგ ბრძოლით მათ შორის უკრაინაში ომს, ხო, სისხლის მიღება. ამ პრობლემაზე საუბრობს იმ საზოგადოების, სადაც რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა არსებობს და რა თავისმოხვევაზე საუბარი ზუსტად გავრილოვის ამბავი რო გავიხსენოთ, მაგის დასტური იყო როგორი ბუნებრივი ინსტინქტი არსებობს პოლიტიკური წინააღმდეგობის. მაშინ როცა ეს არ გადასულა ამ საზოგადოებაში, რუსოფობიაზე რო ვსაუბრობთ, ამ ომის პერიოდში შემოდინების ფონზე ჩვენ საყოფაცხოვრებო და ფობიური კონფლიქტები პრაქტიკულად არ გვახსენდება. არ გქონია, ხო, ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ ქართველი ხალხი თავისი ბუნებით არ არის ასეთი ფობიებით გამსჭვალული, ჩვენ ბევრი სხვა ერის წარმომადგენლის მიმართ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი წარსული, ხო, ეროვნული უმცირესობების მიმართ. ეთნიკური ნიშანზე არ არის, ხო, პოლიტიკური ნიშნით არის სახელმწიფოს მიმართ და მისი პოლიტიკის, რასაც არ ჭირდება გაღვივა ამ ქვეყანაში. ნუ ფაქტია, რომ არსებობს ახლა მსოფლიო ისტორიაშიც, მსოფლიო საერთაშორისო სამართალშიც არსებობს, ხო, რაღაც კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომელიც მაგალითად იტვირთა და დღემდე ტვირთულობს გერმანელი ხალხი და ის ადამიანები, ვინც დღეს ცოცხლები არიან, შეიძლება საერთოდ უმეტესობა დაბადებული არ იყო მაშინ, როდესაც ეს ხდებოდა ის კატასტროფა ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის დროს. მაგრამ არსებობს ხო ესეთი კოლექტიური პასუხისმგებლობას. აქ ამაზეც კი არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ რუსული პოლიტიკა, ეს მართლა ველიკოდერჟავული დამყრობლური პოლიტიკა და ჩვენთან მიმართებაში განსაკუთრებულად, ხო, უკვე 2 საუკუნე ნახევარზე მეტია ეს პოლიტიკა აქვს რუსეთს და ის ამას კვლავაც აგრძელებს დღეს აგრძელებს თავისი ჰიბრიდული ომით, ცხელი ომით, რომელიც 20 წელი არ არის, 2-10 წლეული არ არის იმის მერე გასული. ხო? დღემდე მოუშუშებელი არის ის ჭრილობები, ის იარები ჩვენ თაობას, რომელიც შეეხო, ხო? რა ვიცი, გიორგი ანწუხელიძე, ჩემი თაობის კაცი იყო და მაშინ ბიჭი იყო, ჩვენი ეროვნული გმირი და სხვები. და როდესაც ჯერ მანამდე ამბობ, რომ რაღაც ბოდიში უნდა მოუხადოთ
მოვიხადოთ ამას ამბობ გორში, შემდეგ ომის აი ზუსტად ეგ არის, ვის მიემართება ეს განცხადება? ხო, ქართულ საზოგადოებას ეს განცხადება არ სჭირდება. ანუ ვინ არის ამის ადრესატი? ვის გასაგონად არის? აი არის მნიშვნელოვანი, დიახ. აგვისტოს ომის წესთავის კონტექსტში. ფორმალურად ადრესატი შეიძლება იყოს ხალხი. ვის აგონებს? მაგრამ ვის გასაგონად ხდება ეს? აი ეს არის ვის საამებლად ხდება ეს. აი ეს არის აქ ნიშანდობლივი და როდესაც აი ეს მოუშოშებელი იარები და ტკივილები არსებობს და ომის დღეები იწყება, ხო? ეს ტრაგიკული იუბილეა, ასე ვთქვათ, ხო? თუ შეიძლება ასე ითქვას და აი ამ ემოციურ სიმებზე რომ თამაშობ და ეს ძალიან რთულია ეხლა იმის დაჯერება და მიამიტი უნდა იყო რომ ეს შეცდომით მოხდა და გაუმიზნავად მოხდა 4 აგვისტოს 7 აგვისტომდე და 8 აგვისტომდე რომ ამბობ საუბრობ რუსოფობიაზე იმაზე კი არ საუბრობ ვინ არის ოკუპანტი საერთოდ კობახიძეს ისიც აქვს ნათქვამი რომ საოკუპაციო ხასთან ნამყოფიც კი არ არის და ქართული ოცნების პირობებში ომი არ ყოფილაო მშვიდობის მებაირახტრეები ვარ თუ ამბობენ და რამდენი კვადრატული კილომეტრი, ათეულობით კვადრატული კილომეტრი არის დაკარგული მცოცავი ოკუპაციის პირობებში, ხო? ანექსიის საფრთხის წინაშე. სერიოზული ანექსიის საფრთხის წინაშე ვართ, მაშინ როდესაც რაღაც ორმხრივ ვითომ ხელშეკრულებებს დებენ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი, სოხუმის დე-ფაქტო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან, ხო? ჯერ ხო ცალკე სუბიექტებად აღიარა და ახლა დაახლოებით იმავე გზას გადის, რაც გაიარა ასევე თვითგამოცხადებულმა დონეცკმა, ლუჰანსკმა და ეს არის ანექსია. როდესაც შენ გეშინია შენ საჯარო პოზიციონირებაში რუსეთს თავისი სახელი დაარქვა ის რაც ფურცელზე წერია ქართულ ოცნებასაც არ გაუქმებია ჯერჯერობით და იმედი მაქვს რომ ვერ ეღირსება ამას რომ გააუქმოს ის რაც წერია რომ რუსეთი არის ოკუპანტი ხო ჩვენს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში მაგრამ ამის ხმამაღლა თქმის ეშინიათ და თითქოს ამას იტყვიან თუ არ იტყვიან და ნებისმიერი ხელისუფლება ვინც ამას იტყვის რუსეთს ამით შეაკავებს აი ამით ყვებავენ თავის არ ვიცი ყველაზე მიამით და გულუბრყვილო და სიბნელეში მაცხოვრებელ არ მოვერიდები ამ სიტყვას ამომრჩეველს რომ თითქოს აი ამითი რაღაცას აკეთებენ და რუსეთს არ აღიზიანებენ მაშინ როდესაც ხო მაგრამ ეს ეს ერთი მხრივ ხარკია და ეს არის ისეთი აქტი, რომელიც თამამად შეიძლება შევადაროთ მოღალატეობრივს. როდესაც შენ ომის დაწყების წინ, როდესაც ოჯახის წევრები ყავთ დაღუპულ ბიჭებს და გოგონებს, როდესაც ამდენი დევნილი ყავს მარტო 2008 წლის ომის შემდეგ და როდესაც ისევ გადამწვარია რუსუფლები და რამდენი ეთნიკური ნიშნით მათ შორის ეთნიკური ნიშნით და იმის ნაცვლად რომ არის საუბრო სულ რომ აი ესეთი რაღაცა პოლიტიკურად ცვედნური დაბიჯიგინდა გადადგა ხო და არის საუბრო რუსეთზე როგორც ოკუპანტზე მაგრამ ისაუბრო სხვა თემებზე რაც ომს ეხება რაც დევნილებს ეხება რაც იქ მყოფ ადამიანებს ეხება და ამის ნაცვლად როდესაც შენ საუბრობ რუსოფობიაზე თითქოს დასავლეთი აღვივებს ისევ ეს კონსპირაციის თეორიები გაუთავებელი deep state-ი გლობალური ომის პარტია ცოტა ხანი მიძინებული ჰქონდა რამდენად ფარავს ეს რეალურ პრობლემებს ამაზეც ვისაუბროთ ხო ჩვენს ერთ-ერთი ბოლო პრობლემა იყო ეს საყოველთაო blackout-ი ქვეყანაში ორჯერ ეპიზოდი თითქოს რაღაცა ვერსიები მოვისმინეთ რამდენად დამაკმაყოფილებელია თქვენთვის ეს საბოლოოდ არ გვინახავს მაინც საბოლოოდ ასკუნა მაგრამ გარკვეული მიზეზები მოვისმინეთ მათ შორის სემეკისგან რა გვაჩვენა თელმა ამ პროცესმა ხო თელმა ამ პროცესმა გვაჩვენა ძალიან მარტივი სურათი თუ რამდენად დიდი საფრთხეების წინაშე დგას საქართველოს ელექტროსისტემა როდესაც ქვეყანაში ხდება ესეთი ეგრეთ წოდებული blackout-ი და რამდენიმე საათით მთელი ქვეყანა აბსოლუტურად წვება უკუნეთში, ანუ სიბნელეში ეშვება, ითიშება ელექტროენერგია, ეს იმას ნიშნავს, რომ არის ხარვეზი და არანაირი დივერსიფიკაცია. მაშინ, როდესაც ჩვენ პასუხად ვიღებთ, რომ ერთი გადამცემი ხაზი დაზიანდაო და ერთმა გადამცემმა ხაზმა მთელი ქვეყნის დაციშვა გამოიწვია, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ არ არსებობს არანაირი დივერსიფიცირება, არანაირი ალტერნატიული ქსელები, არ არსებობს არანაირი დაზღვევის მექანიზმი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ჯერ მიიღებდა ინფორმაციას
დაადგენდა გამოავლენდა მიზეს და ავტომატურადვე სხვა ხაზების და კონკრეტული ხაზის დანაკარგის შესავსებად აღადგენდა ელექტროენერგიას. სარეზერვო რესურსი არ აქვს. ტარიფის გაზრდის ეს იმ პირობებში სისტემა უნდა მოწესრიგდეს. არა მხოლოდ ტარიფის, არამედ მოთხოვნის გაზრდის პირობებშიც, ანუ მოთხოვნა იზრდება, მიწოდება იზრდება, ტარიფი იზრდება, შესაბამისად ფული უფრო მეტი შედის და არ არსებობს გამართული სისტემა. სისტემა არის აბსოლუტურად მოწყვლადი და თან ამ ყველაფრის დასადგენად სჭირდება თურმე ერთი კვირა. თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება ამ ყველაფრის მართვა თანამედროვე სამყაროში. აქ კი არა მარსმავალი იღებს ავტომატურ რეჟიმში გადაწყვეტილებებს და კოსმოსიდან გაშვებული სიგნალი, როდესაც მიდის 40 წუთი არ სჭირდება იმისთვის, რომ კონკრეტული ხარვეზი დაადგინოს მარსზე რა მოხდა და იმის სადაზღვევო გეგმა ამოქმედდეს, რომ ის ხარვეზი გასწორდეს და ჩვენთან არც ამისი მიდგომა აქვს, არც ამისი უნარი აქვს, არც ამისი პასუხისმგებლობა აქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვანო ზარდიაშვილი თურმე ყოფილა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რომ ერთი ქსელი, ერთი ხაზი გადამცემი ხაზი დაზიანდა და მთელი ქვეყანა გაითიშა თან არა ერთხელ. აი რა არის კორუფციის და ნეპოტიზმის ფასი? ეს კითხვაც ჩნდება. ჯერ ერთი, ხო, ან ჩაკეტილი წრე. როგორ ინიშნებიან კადრები? ჯერ ვისაუბროთ ჩაკეტილ წრეზე. ჩაკეტილი წრე იმაში მდგომარეობს, რომ მომწოდებელი კომპანიები, დისტრიბუტორი კომპანიები, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიები და მათი და ელექტროენერგიის მომხმარებლებამდე მინტანი კომპანიები არის ერთმანეთში არეული და ქმნიან ისეთ წრეს, სადაც ყველა შეუძლია ხელი გაიშვიროს სხვისკენ და თან არავინ იყოს დამნაშავე, თან ყველა ერთად იყოს დამნაშავე. კონკრეტულ პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ეს არის არაკომპეტენტურობის ბრალი. ერთი კვირის თავზე გვეუბნებია, რომ ერთი ხაზი დაზიანდაო და პასუხისმგებელი ყოფილა თურმე ამაზე ზარდიაშვილი. მე განა ზარდიაშვილის დამცველად ოდესმე შეიძლება გამოვდგე, მაგრამ აქ ხომ ჩვენ კარგად ვიცით ვფლობთ ინფორმაციებს, ხო, რომ იყო კავშირები დაუშვათ დინარაძესთან. საერთოდ რაზე აუღიათ პასუხისმგებლობა პასუხისმგებელ პირებს თუ მათ სიმყარე ჰქონიათ ხოლმე, მაგალითად კახა კალაძეს, როდესაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ვაკის პარკში, როდესაც უამრავი შემთხვევა იყო არასწორი გაუმართავი ლიფტების გამო, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, სპრელობა და უამრავი კითხვა იარაღთან დაკავშირებით. აქეთაც რომ წავიდეთ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. კახა კალაძე თქვა, მე მარტო ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას და ეხლა უცებ აღმოჩნდა, რომ ზარდიაშვილი ხაზის გამრთვის გამო არის პასუხისმგებელი. იქნებ ის ხაზი ის არ უთქვამთ ჯერ ერთი სემეკის განცხადებაში არ ყოფილა და არც სახელმწიფო ელექტროსისტემის, რომ რატო იყო ის ხაზი დაზიანებული, იქნებ დაძველდა, იქნებ სხვა ხაზებიც დაძველებული არის, იქნებ უარესი გველოდება უახლოეს მომავალში და არანაირი გეგმა არ აქვს, რომ თლათ წყვდიათში არ ჩაიძიროს ჩვენი ქვეყანა. მე დამშვიდ და იმედს მოვისმინეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. არავინ ეს განცხადება მათი უარესი დაზაფხურის საფუძველი არის სინამდვილეში ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომელთაც სულ ცოტა ხნის წინ 1 აპრილს 30%-ით გაუზარდეს ელექტროენერგიის ტარიფი, რომ შეიძლება ერთი ხაზი დაზიანდეს და არავინ იმის ზარდიაშვილის თანამდებობიდან გაშვება იყოს მათი რაღაცა რეტრიბუცია, რაღაცნაირი რუსოფობიის პრობლემა. და ამ დროს თურმე რუსოფობიის პრობლემა გვაქვს და სინამდვილეში ეს სისტემა, ისევე როგორც ყველა სისტემა, რომელსაც ბიზინა ივანიშვილის კორუფციული ინტერესები შეეხო არის მოწყვლადი, არის გაუმართავი და არის ორიენტირებული არა ქვეყნის სტრატეგიული საჭიროებების მომსახურებაზე, არამედ კონკრეტული ჯგუფის, კონკრეტული დაჯგუფების და ხროვის კომერციული და კორუფციული ინტერესების დაკმაყოფილებაზე. აი ეს არის ის სისტემა, რომელიც შექმნა ამ ქვეყანაში ივანიშვილმა, ეხება როგორც ელექტროსისტემას, ეხება ასევე იმ ჩამოშლილ და არარსებულ ინფრასტრუქტურას, არარსებულ პრევენციულ ღონისძიებებს სტიქიანთან ბრძოლისთვის რომ გჭირდება, ხო, ცოტა ხნის წინ კახეთში მოხდა თელავში და თელავის მიმდებარედ ისეთი სტიქია, რომ ჯერ იქ დაზიანდა ქალაქის ცენტრი და 200 ჰექტარი ვარგულები და ვენახები საერთოდ გავერანდა. პრევენცია იყო შესაძლებელი, ეგეც მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ, რომ სტიქია ყველგან ხდება. აბსოლუტურად, ეს მართალია, სტიქია ყველგან ხდება, მაგრამ არსებობს
დაგეგმვა, მომზადება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რომ როგორც მინიმუმ რისკების მინიმიზაცია მოხდეს და თავიდან იქნეს აცილებული ზიანი, რომელიც სამწუხაროდ დააწყდა და ისევ ჩვენს მოქალაქეებს და ამაზე პასუხისმგებელი არის რა თქმა უნდა ქართული ოცნება. არა ის რომ მან ელვა გამოიწვია, ელჩექი თუ ღვარცოფი, არამედ იმაზე რომ სათანადოდ არ მოემზადა, იყო კორუმპირებული, იყო არაკომპეტენტური და ამ ყველაფერში იფლობა ჩვენი ქვეყანა.